გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია და რა თქმა უნდა, ისევ ხვდებით ერთმანეთს ჩემ გადაცემაში 50+. და უნდა მოგვისმინოთ აუცილებლად ყოველ პარასკევს 4 საათზე რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98.5, ასევე უნდა გვისმინოთ კახეთში 102 და 3 სიხშირეზე და თვალყური უნდა გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. დღევანდელი დღის თემა ძალიან აქტუალური, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქალბატონს აინტერესებს და განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს. ეს არის გინეკოლოგიური თემა, რომელიც ასევე მეც ძალიან მაინტერესებს და ჩემმა სტუმარმა ესე ვითხრა, რომ მოდიო დავიწყოთ ზღვის შემდგომი პრობლემებითო და რაც თავარია, მეც ძალიან ხშირად მქონია ესეთი პრობლემა, არ მოგატყუებთ განსაკუთრებით, როდესაც საქართველოს კურორტებს ვსტუმრობ ხოლმე, მემაპატიეთ და აუცილებლად ჩამომაქვს სხვადასხვა ინფექციები, ასე შემდეგ. და ამიტომ დღეს ამ ყველაფერზე სალაპარაკოთ, ასევე შევეხებით ესთეტიკურ გინეკოლოგიასაც. დღეს ამიტომ მოვიწვიეთ უმშვენიერესი ქალბატონი, ესთეტიკური ცენტრ ლოტუსის მიან გინეკოლოგი თამარ შვანგირაძე, რომელიც აი ამ ყველაფერზე ზედმიწევნით გვესაუბრება. გამარჯობათ თამარ. გამარჯობათ, ძალიან გამიხარდა თქვენთან სტუმრობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი, მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. ნამდვილად სწორ დროს არის ეს გადაცემა, ზღვის შემდგომ აქტუალური ხვდებით გინეკოლოგები, ჩემს სოციალურ ქსელსაც დაეტყო ეს უკვე რომ რეკომენდაციები რომ იქნებ დამეხმაროთ რაღაცა, იმიტომ რომ მართალი ბრძანდებით ზღვის შემდგომ და აუზის შემდგომ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა დგება რეალური, დიახ. ხო და ახლა მოდი ვთქვათ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ წამოგვეჭრეს ესეთი პრობლემები, აი რა უნდა გავაკეთოთ, ვთქვათ, რომ უსაფრთხოდ ვიცურაოთ, გავირუჯოთ და ასე შემდეგ. ნუ ვიცით, შედეგი უკვე ვიცით ყველა ქალბატონმა სამწუხაროდ, ხო? დგება. რა განაპირობებს ამას? ეხლა ლოგიკურად რო გავყვეთ და ვთქვათ, მას ზედმეტი სამედიცინო განათლება არ სჭირდება, ძალიან მარტივია, ხო? ნუ მზე, სიცხე და ტენიანობა იმატებს აუზის თუ ზღვა. თამარ, აი ცოტა შეგაწყვეტინებთ, მეც მეუბნებიან ხოლმე, რომ არ შეიძლება სველ საცურაო კოსტიუმში გარუჯვა და ეხლა იცით, ცოტა ძალიან არაკომფორტულია ზღვაზე და აუზზე იარო სათადარიგო საცურაო კოსტიუმებით და აი როგორღაც უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ შეშრობა, რასაც ქვია, რომ ჩვენ ამოვდივართ ნასიამოვნები ხო, სურვის შემდგომ თქვა აუზიდან ან ზღვიდან, მე მზის საფარზე, ასე ვთქვათ, მზის ქვეშ წვებით და ვართ გალაღებულები და ვიშრობთ ამ თქვენ საცურაო კოსტიუმს. მესმის, თუმცა შესაძლებელია ეს ტექნიკურად არც ისე რთული არ არის დღესდღეობით, ხა არც კურორტებზე და არც ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არ წარმოადგენს პრობლემას სათადარიგო საცურაო კოსტიუმის არებას, რომელიც თქვათ გამოვიცვალოთ, მეორეს გავავლოთ, გავაშროთ ასევე მზის ქვეშ და შემდგომ იგივე შემდეგი წყალში ჩასვლის დროს, რადგან ამ დროს ეს არის ხელსაყრელი, ძალიან სოკოვანი და არა მარტო სოკოვანი, კი ბატონო, იმიტომ რომ ეაში, რასაც ქვია, ხო, განზეც გვაქვს და შესაბამისად ინტიმურ ზონაზეც მე მიყვარს ინტიმურ ზონას და ხშირად ვიტყვი თქვენს რადიოში, ანუ ქალბატონებს გვაქვს პეაში და რომელიც ირღვევა და მე ვიღებთ იმ სამწუხარო რეალობას, რასაც დიდი დისკომფორტი მოაქვს. ხო, ანუ ესე იგი პირველი და ყველაზე მთავარია არ შევიშროთ საცურაო კოსტიუმი, ტენიანობას მოვერიდოთ. კი ბატონო, და ჩემი ესე ეხლა რატო ვთქვი სოციალური ქსელები, იმიტომ რომ ყოველთვის დაკურებული ვარ ბოლო წლებია, რომ აგვისტოს ბოლოდან იწყება თამარი ექიმო და აგვეხმარეთ ყველას რაღაცა ჩვენ სოციუმში გვაქვს გათვლილი დასვენების ხარჯიც, შვებულების დროს. ექიმის ხარჯი აღარ გვაქვს სამწუხაროდ გათვლილი. რატომღაც ჩვენს პოპულაციაში ეს სამწუხაროდ ესე არის და მე მზად ვარ მთელი გულით და სულით, მაგრამ შეუძლებელია ყველა დააკმაყოფილო, ხო, ამ კუთხით, მაგრამ აი ძალიან არ მომწონს და ცოტათი ვბრაზდები, რომ აი ჩემმა მეგობარმა გამოიყენა, ჩემმა თანამშრომელმა მე რაღაცა ეს სახე იცვლება ამ ინფექციის, მეც ვეღარ ვიგებ, მე კი არა ვერც ერთი ექიმი და ხშირად არის გულის წყვეტა მე ექიმზე ან მედიკამენტზე. ყველა მედიკამენტი, რასაც გვირჩევს მეზობელი, მეგობარი, თანამშრომელი თუ დაქალი თუ ახლობელი, ეს არის მედიკამენტი.
ის იქნება საშოს სანთელი თუ აბი თუ წასასმელი თუ ასე შემდეგ, ყველა შეიცავს და ყველა არის მიზანმიმართული კონკრეტული გამომწვევისთან საბრძოლველად, ხო? ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ მე ვეძახილ, რომ წაშლილია სურათი და რა გავიგო ახლა, რა გქონდა, მე რა ჩაიტარე და ეხლა დაველოდოთ შემდეგ გამწვევებას, რომ მე მოხვიდი ანალიზზე, ანალიზში გამოჩნდეს, რომ კონკრეტულად ამ გამომწვევზე ვიბრძოლოთ, ხო? რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ ამის გამო ლოტუსში მადლობა ლოტუსის გუნდს მე ვთხოვე და ანუ ახლა ჩვენ კი ესთეტიური გინეკოლოგიის მიმართულებით ვართ, მაგრამ ამასაც არ გამოვრიცხავ, ჩაუშვით უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები, რომ მოვიდნენ, გავისაუბროთ, დავალაგოთ და სანამ ეს გუნდი შემიწყობს ხელს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ქალბატონს გავუწიოთ, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი მიმართულება, სრულფასოვანი დახმარება. ვაიმე, ძალიან კარგია, ძალიან და რა ვიცი, აუცილებლად ალბათ ყველამ უნდა ვისარგებლოთ. ეხლა სანამ შემოვიდოდით სტუდიაში, თამარი ახსენეთ, როგორც სახეს ვუვლით და გვაქვს რუტინა, ასევე ინტიმური ზონებისთვისაც ყოფილა ეს რუტინა. მე მაგალითად პირველად გავიგე რაღა დაგივალოთ და აბა რაში გამოიხატება ეს რუტინა და განსაკუთრებით აი როცა გადავცადებით 50 წელს, ალბათ უფრო უნდა მოვუაროთ და ჩავიტაროთ ეს რუტინა. ჩავიტაროთ ეს კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ესთეტიურ გინეკოლოგიას, ეს ახალი არ არის, საქართველოსთვის არის ახალი. დიდი ხანი ამაზე საუყურლებებიც არის და სოფლიოში ამას მიმართავენ ასე. ხო, მაგრამ ჩვენთან აი ცოტა ხანია რაც ესე ღიად დავიწყეთ ამაზე დავტოვეთ ღიად გინეკოლოგის კონსულტაცია უფასოდ ლოტუსში რომ მოვიდნენ მათზე მორგებული და არა გაგონილი ამბები და შეთხზული, იმიტომ რომ ეს ესთეტიური გინეკოლოგია მე თქვენს გესაუბრეთ სანამ შემოვიდოდით სტუდიაში რომ სახეზეც გვიკვირდა, ხო, რომ დავიწყეთ რომ მართალია მოსებელი ეგრეთ ფილერის, ბიორევიტალის გვიკვირდა და რაღაცნაირად ამას დღეს რა ხდება? ყველას გვაქვს რუტინა, დილა საღამოსი, ყველა დავდივართ კოსმეტოლოგთან თუ სასურველია დერმატოკოსმეტოლოგთან, ვიტარებთ ჩვენ ზუსტად იგივე საფარი არის შორისის მიდამოშიც, საშოს, ლორწოვანით არის ამოფენილი, ზუსტად იგივე მიხმარება სჭირდება ჩვენი, ამას ვერ უგულებულყოფთ, ხო? იმიტომ რომ ამაზე შესაძლოა ქალბატონები არ საუბრობენ, მაგრამ მე იწვევს პრობლემებს, ხო? მით უმეტეს, როდესაც ეს არის ასაკი და იქ მიდის უკვე ლორწოვანის გამოშრობა, ხო? არის ინტიმური ზონის ბიორევიტალიზაციები, არის ინტიმური ზონის ბუნებრივი შემავსებლები. ანუ ფილერი, რასაც რო კი ბატონო, ფილერი, რომელსაც აქვს რა თქმა უნდა 1 წლიანი წელიწადი და 18 წელიწად ნახევრიანი, ანუ 18 თვიანი ეფექტი კი ბატონო, მაგრამ სრულიად ანაცვლებს ოპერაციას, დისკომფორტს. თუნდაც აი არის ქალბატონები გამიგია რომ აი რითი არ ვიმკურნალე რა არ გავაკეთე და შედეგი ვერ დავდე, იმიტომ რომ პH-ი უკვე დარღვეულია და ასეთ დროს ძალიან გვეხმარება აი ეს ჩვენი შორისის მიდამოს ბიორევიტალიზაცია, იმიტომ რომ აღადგენს pH-ს, გლუვი ხდება, ამომფენიეს ლორწოვანი და უკვე მკურნალობასაც აქვს შედეგი. და ქალბატონები ცოტა დავისვენი, ანუ არსებობენ ესეთი ქალბატონები, ბევრი არა, მაგრამ ნუ ნელ-ნელა ეს ხდება უკვე რუტინული. რაც შეეხება ხა გარედანაც არსებობს, ხო, გვაქვს კანი, საწავალთ, ხო, ამას ხა რაც არ უნდა ტაბუ დავადოთ, არსებობს და არის იქ ხა ძალიან ბევრ ქალბატონს რომ მოდიან გინეკოლოგთან ვიზიტზე, ზუსტად იგივენაირად როგორც სახეზი არის პიგმენტაცია მომატებული ან კონდილომები ან სხვადასხვა პრობლემები ზუსტად იგივე ხდება გენიტალიების მიდამოშიც, რასაც სჭირდება თმის საფარს ხომ უშველეთ ეპილაციით, ასე ვთქვათ, ან შუგარინგს რო ვეძახით, სხვადასხვა მეთოდები ზუსტად იგივეა აქაც და არის მუქ ქალბატონებში გავრცელებული პრობლემაა ეს და ძალიან მალავენ ესეთი ქალბატონები და ვერ ირგებენ ზღვისეც ზონს და მეტსაც გეტყვით არც უხარიათ ზაფხული, იმიტომ რომ აი იღლის მიდამოში მუცლის წინა კედელზე შორისის ანუ ფეხებს შორის არეში, ხო, ანუ ინტიმური ზონა სადაც იწყება, აქვს ციშავეები გამოხატული და გამუქებულია კანი, რა თქმა უნდა. პიგმენტაცია როცა იმატებს, ანუ მუქი ფერის კანი ხა თქვენი მსმენელისთვის რო ადვილად მისაღები იყოს, ფარავენ მერე შორტით, მოსახვევით, თქვა გარუჯვის დროს დისკომფორტი აქვთ, რაღაცნაირად პირსახოც იხევენ ან რაღაც სხვადასხვა საშუალებებს, ხო? არსებობს პილინგი.
ინტიმური ზონის პირინგი. იგივენად, როდესაც სახეზე გვაქვს რაღაცა პიგმენტაცია მოჭრბებული და ჩვენ ვიტარებთ პირინგს, ხო? ზუსტად იგივენაირად მობრძანდებიან, ჩვენთან ჩაეწერებიან. დაახლოებით 5 პროცედურა არის საჭირო ერთი კვირის ინტერვალით და მათ ეს პრობლემა აღარ სამუდამოდ, თითქმის სამუდამოდ უკრებათ. იგივე შემიძლია ვთქვა მშობიარობის შემდგომ ნაწიბური, ვისაც აი რო ეძახიან ჩავიხიე და განკერეს ნაკერი და განსაკუთრებით ბუნებრივი მშობიარობით თქმის მშობიარობს, კი. არსებობს ესეთი ქალბატონები, რადგან საშოს შესავალი აღარ არის დახურული და ეს არის ინფექციის წყარო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ხდება შედინება, რომ არ იხურება ანატომიურად ის რაც უნდა იყოს არ ხდება და შესაბამისად დგება ამ პრობლემის წინაშე. აი ამ ბუნებრივი შემავსებლით ჩვენ შეგვიძლია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე საშოს შესავალის დახურვა და ინფექციებისგან, ანუ პრევენცია მოვახდინოთ თავი განთავისუფლდები. კი ბატონო. ეს მომენტიც არის. საოცარ რაღაცებს ყვებით. კი ბატონო, ასევე მეცაც გეტყვით, არის თანდაყოლილი და ვერ ხვდებიან ქალბატონები ეს როგორც ოპერაციულად შეიძლება არის რაღაც რადიკალური, რასაც ოპერაცია მხოლოდ შველის, ხო? არის რომ ამ ბუნებრივი შემავსებლით ვიცავთ ჩვენ ვიცით ხო ორივე მხარე ხა სახეც რომ ავიღოთ ერთი მხარე და მეორე მხარე აბსოლუტურად რადიკალურად სხვადასხვა. ზუსტად იგივე ხდება ინტიმურ ადგილასაც ხო შესაბამისად ამისი გამოსწორებაც შეგვიძლია. და რაც მთავარია +40 წლის ქალბატონებში პრეკლიმაქსურ ან პოსტკლიმაქსურ ეს სიმშრალე რომელიც ნუ ყველას ძალიან გვაწუხებს. ნუ ტაბუ მოუხსენეთ რა თქმა უნდა 50 წლის ქალებს უფლება აქვს სქესობრივი ცხოვრება. რა თქმა უნდა. სრულფასოვანი. რა თქმა უნდა. დიახ. კი, ამას მოიხსნა ტაბუ, მივედით ჩვენი სოციუმი მივიდა აქამდე და ნამდვილად ამ ქალბატონებში არის სიმშრალე, იმიტომ რომ შრება ლორწოვანი და მათ აი ეს ბიორევიტალიზაცია ძალიან უხდებათ იმისთვის, რომ აი წელიწადში ერთხელ იტარებენ ამ პროცესს და პროცედურას და მთელი წელი არიან კარგად. მათ აღარ აქვს სიმშრალე, არ აწუხებთ ქავილი, ზოგს აქვს ანუ ქავილისგან და გამოშრობისგან ძალიან მტკივნეული არის, თან ძალიან ისეთია, როგორ გითხრათ ეს ადგილი ხო, ანუ მეტად სენსიტიური, მეტად მგრძნო, მეტად აღიქმება. შესაბამისად ესეც გვარდება და აღარ აქვს ეს პრობლემა, რატომაც არა. და ნუ რაღაც საოცარი პროცედურები ქონიათ. ერთით მინდა გკითხოთ, აი რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროცედურები, ძალიან ძვირადღირებულებია თუ აი ყველას შეუულია რომ რაღაცნაირად მოვიდეს და ისარგებლოს. ნახეთ, ხელმისაწვდომია რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სახის რუტინა არის ჩვენთვის მისაღები და ჩავსვით ეს უკვე ჩვენს ცხოვრების სტილში, იგივე თანხებთან არის ლაპარაკი, ანუ არაფერი ზედმეტი. არაფერი. ასევე მინდა აღვნიშნო ასაკობრივად და მშობიარობის შემდგომ. შევეხოთ შარდის შეუკავებლობას, რაც ასევე ძალიან მტკივნეული არის და დისკომფორტი არის ქალბატონებში, რაზეც ვთქვათ, არ საუბრობენ, ეს ხშირად ხდება ასაკობრივად და 2 და მეტი მშობიარობაც არის საშოს კედლების დაწევის და შარდის შეუკავებლობის მიზეზი, გამომწვევი მიზეზი, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ასეთ დროსაც ჩვენ ბუნებრივი შემავსებლით ოპერაციამდე, მას ვთქვათ, არის უკვე რომ აღარშველის ბუნებრივი შემავსებელი და იქ უკვე ოპერაცია არის ცალსახად. ამიტომ ამას უნდა აკეთებდეს ესთეტიური გინეკოლოგი, აფასებდეს გასჭირდება გასინჯვით, ხო, და არა მარტო დაადგინოს მისი პრობლემა და შემდგომ ანუ გადაწყვიტონ ეს იქნება ბუნებრივი შემავსებლით დროებითი ეფექტი ვთქვა და გაუხანგრძლივდეს ეს დისკომფორტის მოხსნის ეტაპი და ოპერაციამდე პერიოდი, ან უკვე რადიკალური ოპერაცია. არა მარტო ასაკში, ვთქვა +50-ში, ასევე არის მშობიარობის შემდგომაც, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ ბუნებრივი გზებით მშობიარობა ეს არის პირველი და უცვლელი, როგორც მე გინეკოლოგი არ მაქვს უფლება რომ ამას ხაზი არ გაუსვა, გოგონებო, არ შეცდეთ, ქალბატონებო, არ შეცდეთ, ეს არის თქვენი შვილებისთვის პირველ თუ ამის საჭიროება არ არის, არ უნდა იყოს ნაწარმოების საკეისრო კვეთა, თუ საჭიროება არ არის, ამას ექიმი უნდა წყვეტდეს და მათშიც არის ეს შეუკავებლობის პრობლემა. ესეც გვარდება ამ კუთხით. ვაიმე, ურმესი მადლობა თამარი, ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ეხლა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ვუთხრათ, სად უნდა მოგაკითხონ, რომელ ფილიალში ლოტუსის, რომ ესეთი კარგი და ესეთი ჯანმრთელობისთვის საჭირო პროცედურები ჩაიტარონ. კი ბატონო, ჩვენ ვართ ჯერჯერობით ესთეტიური გინეკოლოგია არის აფაქიძის 11-ში, სპორტის სასახლის ანუ ლოტუს გარდენი დაბა კონკრეტულად, ხო? ლოტუს გარდენში.
და ასევე აი თბილისის გარეთ თუ გაქვთ კი, პერმანენტულად ჩვენ დავდივართ ბათუმში, მეგობარი კომპანია, ბელნატური, ლოტუსის მეგობარი კომპანია და იქ მიწევს ხოლმე პერმანენტულად ჩასვლა და ბათუმში მყოფ პაციენტებსაც კი ბატონო, რა თქმა უნდა, იქ ვიღებ. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო, ესეთი ღრმა არჩევებისთვის და საუბრისთვის და აუცილებლად კიდე გელოდებით სტუმრად, რომ სხვადასხვა ესეთი ბოლოს და ბოლოს მოვხსნათ ტაბუ და სხვადასხვა ესეთ პრობლემურ ქალბატონებისთვის პრობლემულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. მე კი დღეს დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, მომავალ პარასკევამდე.